უჩანანუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს საარჩევნო კოდექსის 101 მუხლის პირველი და მეორე პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს. მოსარჩელე მხარის მოსაზრებით საქართველოს საარჩევნო კოდექსის სადავო ნორმების გათვალისწინებით მაჟორიტარულ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმები არ არის თანაბარი ძალის მქონე. კერძოდ საარჩევნო ოლქებში არ არის რეგისტრირებული თანაბარი რაოდენობის ამომრჩეველი, რის გამოც სხვადასხვა ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩეველს არ აქვს საშუალება თანაბარი გავლენა მოახდინონ არჩევნების შედეგებზე. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ამომრჩევლებისთვის არათანაბარი შესაძლებლობების მინიჭება ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას. საქმეს არსებითად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლო სავარაუდოდ 9 თვის განმავლობაში გამოიტანს. რაოდენობა ამომრჩეველთა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან და რიგ შემთხვევებში 5000 ამომრჩეველს უხდება თვითონ მაჟორიტარი დეპუტატის არჩევა, მაშინ როდესაც 100,000-იან ამომრჩეველს და 100,000-იან ოლქს რეალურად იგივე უფლებით რეალურად უწევს ერთი ამომრჩევლის არჩევა. პრობლემა არის მთელი საქართველოს მასშტაბით, შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობის 40% ირჩევს 11 მაჟორიტარ დეპუტატს. მაშინ როდესაც უნდა აირჩიოს 29, თუ კი თანაბრად იქნებოდა განაწილებული ხმები. დავისაგან წარმოადგენს საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 101 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 14 და 22 მუხლებთან მიმართებით, მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმების მიხედვით სხვადასხვა ოლქებში რეგისტრირებულ ამომრჩევლებს შესაძლებლობა არ აქვთ თანაბარი გავლენა მოახდინონ არჩევნების შედეგებზე, რაც წინააღმდეგობაში მოდის კანონის წინაშე ყოველას თანასწორობის პრინციპთან.